მაგრამ როცა მოიწია დროის სისრულე, ღვთის განკაცებაზე საუბრობს. მოავლინა თავისი ძე ღმერთმა, რომელიც იშვა ქალისგან და დედაკაცისგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა. ქრისტიანი კიდე სხვანაირად ხედავს. ღმერთი, რომელსაც მე უყვარვარ, ჩემი გადარჩენისათვის მოდის ადამიანად და უკანასკნელ მდგომარეობაში რომ ვიმყოფები ჯოჯოხეთშიც კი იქ ჩამომყვა, სიკვდილში ჩამომყვა, ჯოჯოხეთში ჩამომყვა, მაფურთხებდნენ, მცემდნენ, გადამიარეს, ყველა მოარბყო, იქაც ჩამომყვა. აი, რა უნდა გამიკეთო, რომ იქ ქრისტე არ ჩამომყვეს, ყველგან ჩამომყვა და მაჩვენა, რომ აქაური კეთილდღეობა კი არ არის შენი ჩემთან ყოფნის ნიშანი და ჩემი შენთან ყოფნის ნიშანი. არამედ სხვანაირად შეხედე ამ სამყაროს, გესმის? აი მე შენთან ერთად მოვედი და შენი ტკივილები, შენი უბედურებები, რაც შენ გჭირს ადამიანო, ყველაფერი გავიზიარე და მათ შორის შენი დანაშაულებიც, შენი ცოდვაც და ყველაფრისგან განთავისუფლებ. და მარადისობაში ისეთ სიხარულში შეგიყვან, რომლის წარმოდგენაც შენ არ შეგილია, იმიტომ რომ ეს ღვთაებრივი სიხარულია, რომელსაც მე შენ გჩუქნი, იმიტომ რომ მიყვარხარ.